აღმოშვიდობის და მოგესალმებით ყოველ ქართველს სამშობლოში, ყველა კუთხეში და ემიგრაციაში ფარავდეთ უფალი. თქვენ უყურებთ ალბათ ჩემს ვიდეოებს, ასევე არიან ადამიანები, რომელთაც ხედავ, არიან თემოსთან და ჩემთან მეგობრებში და ხედავენ ისინი ჩვენს საუბარს და ჩვენს დაწყებულ საქმეებს. ეხლა ალბათ ნახავდით ახალ დაწყებულ საქმეს, რომელსაც შევეჭიდეთ, რომელშიც აუცილებლად ბრძოლა იქნება ბოლომდე, სანამ არ დასრულდება ეს ქართველი ხალხის გამარჯვებით და ჩვენი გამარჯვებით, უფლის გამარჯვებით პირველ რიგში. ეს არის უფლის ნება და უფლის ნებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. უფალთან არც ერთი ადამიანი ჭიანჭველის ხელას კი არ არის და ამიტომ ჩვენ შეუდგებით ამ კეთილ საქმეს, რომელსაც ქვია წანისის ტყეპარკში, იმ ძველი ნაეკლესიარის კედლებიდან მხოლოდ აშენება, რომელი ეკლესიაც დაწყილი არის ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, რომელზეც აწღარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის კურთხევა იყო, მაგრამ რატომღაც შენებლობა შეჩერდა და აღარ გაგრძელდა. ეს არის მხოლოდ ჯერჯერობით საძირკველი და კედლები, რადგან დიდი იმედი გვაქვს, რომ დასუფთავების შემდეგ აქ დაიწყება აქტიური მშენებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ძალიანად გაერთიანებულმა ერმა, ქართველმა ერმა იზეიმოს ამ ტაძრის მშენებლობა. აქ არ არის არანაირი პარტიული ინტერესი, აქ არ არის არანაირი ვინ ვიზე მაგარი ბიჭია, ვინ ვიზე მაგარი ქალბატონია, ვინ ვიზე მაგარი ახალგაზრდაა. აქ ყველა გავერთიანდებით სამშობლოსათვის, აქ ყველა გავერთიანდებით, რომ იმ წანისის ველზე, სადაც არიან უამრავი ჩვენი წინაპრები დაცემული და სადაც უამრავი ქართველი საფლავიც არის, აშენდეს ესე იგი ტაძარი, რომელი ტაძრის მშენებლობას მრავალი წლის წინ არის დაწყებული, მაგრამ რაღაცა გარემოებების გამო ვერ აშენდა. მინდა რომ მოგიტოდოთ, რომ ახლა 26 რიცხვში ვინც ახართ თბილისში ან რუსთავში, ვისაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, მიბრძანდეთ წალნისის ტყეპარკთან საღამოს 5 საათზე. რა თქმა უნდა, იქნებიან იქ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნათესავები, ჩვენი ახლობლები, რომლებიც შეუდგებიან ეკლესიის დალაგებას და ეკლესიის გარშემო ეზოს დალაგებას, სადაც არის ამოსული ბუჩქნარი, სადაც არის მძიმე ქვები გადასატანი. და ვინც მიიღებს ამ კეთილ საქმეში მონაწილეობას, ყველა დაგლოცოთ უფალმა და გაგამრავლოთ და გაგახაროთ. ალბათ ხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ახლა წანისის ტყეპარკში აშენდეს ქართული ტაძარი, ქართული ეკლესია, სადაც აღევლინება ქართული ლოცვები, სადაც იქნება ის გარემო, რომელიც ჩვენს წინაპარს მრავალი საუკუნე მოსდევდა და არანაირად ერთი წამით წარბი არ შეუხრია იმაზე, რომ წმენის გამო თავი შეეძირა. მე დარწმუნებული ვარ, ამ კეთილ საქმეში უფალი ჩვენთან ერთად იქნება და გაგვიძღვება იმ გზაზე, რომელი გზას არის გასავლელი. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაიმე საშიშროება ან რაიმე სახიფათო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, მე მინდა რომ ამ ადამიანებს უთხრა. ადამიანები, რომელიც ამას ფიქრობენ, არიან ესე იგი ეშმაკისგან შეცდომილი ადამიანები, რადგან ყოველმა ქრისტიანმა კარგად ვიცით, რომ უფალზე და უფლის ძეზე წინ ვერავინ ვერ წავა. და თუ არის ნება უფლისა აშენდეს აქ ტაძარი, იქნება წანის ტაძარი და არ დაეცემა წანისი. მე არაერთ ვიდეოში ვთქვი, რომ არ დაეცემა წანისი, არ დაეცემა ერეკლეს წანისი, არ დაეცემა ქართველი ხალხის წანისი, სადაც 75 წლის მეფე იქ 25 წლის ბიჭივით 100-ზე მეტი ჭრილობით იბრძოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდება წანისის გარშემო, ერეკლეს გარშემო, ქართველი სისხლისა და მიწაწყლის გარშემო და ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ აქ გაშენდეს და აშენდეს და გახდეს არაბული ოაზისი, წაიბილწოს ეკლესიები, საყდრები და აშენდეს მრავალი მეჩეთები. არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ მოეწონებათ აშენდეს ეკლესიაზე მრავალი მეჩეთი და დარწმუნებული ვარ, ეს არ მოეწონებათ არც საქართველოში, მიუხედავად პარტიული გემოვნებისა, მიუხედავად პარტიული შეხედულობისა. ეს არ არის აქ პარტიული შეხედულობა, ეს არის ჩვენი ქრისტიანობა, რომელმა ქრისტიანობამაც მრავალი საუკუნე, მრავალი წელი უფალთან ერთად, ქრისტესთან ერთად, ჩვენს წმინდა გიორგისთან ერთად, წმინდა ნინოსთან, წმინდა მარიამთან ერთად, მრავალ ომში, მრავალ ბრძოლებში, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, ამდენი საუკუნე გვატარა და აქამდე მოგვიყვანა. ეს არ ხდება ხალხო ისე და ეს არ არის ისე, რომ ქართველი ერი, ერთი მუჭა ერი ამდენ საუკუნეს გაუძლო. რომის იმპერია აღარ არის, მონღოლეთის იმპერია აღარ არის და ქართველი ერთი მუჭა ერი არის. ჩვენ ხელა ლეგიონები ყავდათ. და ჩვენ ისე ვარსებობთ. რატო? იმიტომ რომ ჩვენთან არის უფალი და ყოველ გზაზე წაგვიძღვება უფალი. მე დარწმუნებული ვარ, ამ კეთილ საქმეში ბევრი ადამიანი შემოგვიერთდებით. ცხოვრებაში არასოდეს არ მithოვია არავიზე არაფერი. 12 წლიდან რაც თავი მახსოვს, სრულშორმა, სულ ჩემი ხელებით თავის გატანა, ჩემი ოჯახის გატანა და უბრალოდ ეხლა გთხოვოთ.
ვინაიდან და რადგანაც ამ წუთში მე არ ვიმყოფები მან თორე არ ზავფიქრდები ვიმუშავებ დაღლამდე გაწყვეტამდე გთხოვოთ რომ 26-ში მიხვიდეთ დაუდგეთ ჩემს ძმას თქვენ ძმას ამ ქართულ საქმეში ამ ქართულ საქმიანობაში თემო ბოკილავაძეს რადგან ეს საქმე წინ წავწიოთ და მივიყვანოთ იქამდე რომელიც უფლის გულს გაახარებს და ხვალდაზე უფრო და უფრო წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება იმით რომ არ დაეცემა კწანისი მე არაერთ ვიდეოში ვთქვი არ უნდა დაეცეს კწანისი არ უნდა დაეცეს რუსთავის მიწები არ უნდა დაეცეს აჭარა თუ გონიოში აჭარაში განხორციელდა არაბული ქალაქების მშენებლობა თუ კწანიში რუსთავის მიწებზე განხორციელდა არაბული უნივერსიტეტების არაბული ქალაქების მშენებლობა ჩათვალეთ რომ საქართველოს არის დაკარგული მე ვიძახი ყველა პოლიტიკოსი თორე გამოვიარეთ უკვე ორი პარტია თქვათ შევარდნაძის დროინდელი ხალხი და ნაციონალები რა მოხდა ბოლოს და იგივე მოხდება ეხლაც ჩაილაგებენ ოქროზოდებს მილიარდებს გასწევენ და უწავენ საქართველოსთან და ჩვენ შვილებს ჩვენ შვილიშვილებს დარჩებათ გაყიდული საქართველო ამიტომ ყველა ქართველმა უნდა მოვიდეთ გონს აქ არ არის მტრობის დრო აქ არ არის ერთმანეთის დაჭმის დრო აქ არ არის ვინ ვინზე მაგარი ბიჭია მე ვიყო ბოლო ქართველი თქვენ თუ ამ პარტავნებაში გსის გიდევთ გულში რომ სხვაზე მაგარი ბიჭი ხარ და სხვაზე მეტი შეგიძლია და სხვაზე მეტი აზროვნება გაქვთ მე ვიქნები ყველაზე ბოლო ქართველი ოღონდ სამშობლომ წაიწიოს წინ ქართველ ხალხმა წაიწიოს წინ და უფლის საქმე წავიდეს წინ მე არანაირი პრეტენზია ყველა ვიდეოში ვიძახი რამის არა მაქვს არც სკამზე არც რაღაცა მილიონებზე ღმერთმა ის შემარგოს რაც გამაჩნია ჩემი ხელებით და ჩემი ოჯახის ხელებით ნაშრომი მთელი ცხოვრება არავისი არაფერი არ მინდა და არც მომითხოვი არასდროს არავისი არაფერი უბრალოდ აქ არის გაერთიანების დრო სიყვარულის დრო რომ ელემენტარული აქ არ მოხდეს არაბული ქალაქების აშენება აქ არ მოხდეს მეჩეთების ჩადგმა აქ არ მოხდეს არაბული უნივერსიტეტების აქ არ მოხდეს არაბული სასაფლაოების გაშენება და ქართული მიწა ქართული წინაპარი რითაც მოვიდა და რითაც ამდენი წლები ვამაყობთ აი ეს არ წაიბეჭდოს აი ეს არ წახდეს და ამ ყველაფერს არ კონდეს ისეთი დასასრული რომ ჩვენი წინაპრები საფლავში გადაბრუნდნენ ჩვენი წინაპრები თორე იქაც რომ მივალთ თუ რამე არსებობს კი არა რა თქმა უნდა რომ არსებობს ქრისტიანობაში და თუ უფალი გწამს იქაც არ გვექნება იმის პასუხი და იქაც თავს დავღუნავთ ასე რომ ერეკლე მეორის არ იყოს რამოდენიმე დღით მეტი სიცოცხლე არ აღირს რამოდენიმე დღით მეტი სიცოცხლე არ აღირს თუ ჩვენ კაცობას ჩვენ ვაჟკაცობას ჩვენ ქართველობას ჩვენ წეს ჩვენ ადა ჩვენ წინაპრებს ჩვენს იმ ქართულ დამწერლობას ჩვენს იმ კულტურას ჩვენს იმ ქართულ სუფრას ქართულ ღვინოს ტრადიციებს ყველაფერს შეექმნება საფრთხე და ხვალდაზე არაბები იქნებიან ჩვენს დალოცვილ მიწაზე ჩვენზე მეტი ეს იქნება ის ზუსტად რომ ქართველმა დაასრულა ქართველი ვერ შეძლო ვერც ერთმა მტერმა მრავალი საუკუნე ეს ეკნა მაგრამ ქართველმა დაასრულა ქართველი ასე რომ გავერთიანდეთ ქართველებო ხელს გული გულს და უფალთან ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები და სამშობლოსთანაც ვიქნებით მართლები ხპარავდეთ უფალი მიყვარხართ მე იმედი მაქვს რომ 26 რიცხვში საღამოს 5 საათზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება კწანისის შესასვლელთან და შეეჭიდება იმ ქართულ საქმეს რომელსაც ტაძრის დალაგება ქვია რომელი ტაძარიც აუცილებლად აშენდება და იქნება ქართველი ხალხის ქართველი ერის და გაამაგრებს კწანის ჩვენი წინაპრების ნასისხლარ მიწას დიდება უფალი ჩვენთან იყოს ყველა გზაზე და მისი ძე ხპარავდეთ უფალი მიყვარხართ გულში